დარღვევის. თუ ბატონი ნოდარ არველაძე მობრძანდა შემოვაცილოთ ის დარბაზში, ბატონი ნოდარ არველაძე 2011 წლის 26 მაისს იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, როგორც მოქალაქე, ვინც აპროტესტებდა მაშინდელ უსამართლობას და იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და გამოხატვის თავისუფლების გამოყენების გამო რა დამართა მას სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, მის შესახებ ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო ნოდარ. სანამ დამბრძანდებით, გთხოვთ შეხედოთ ეკრანზე ფოტოს და გვითხრათ, ეს თქვენ ბრძანდებით ფოტოზე. თქვენ ხართ ეს? ეს თქვენ ხართ, დამბრძანდით. ბატონო ნოდარ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ მუშაობთ და სამუშაო დღეს შევეცადეთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაგვეწყოს ხდომა იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობაც არ დაგვეზარალებინა. არ გესმით? კარგი. ეხლა გესმით, ხმამაღლა ვისაუბრებ. მადლობა მობრძანებისთვის, ამას ვამბობდი. მადლობა, რომ დაგვიდასტურეთ, რომ ეს თქვენი ფოტოა გადაღებული რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისს გამთენიისას, თუ ღამის განმავლობაში, ამას თქვენ გვეტყვით მომენტს, როდის იყო ეს და რას ასახავს ეს ფოტო. მე მინდა კომისიის სახელით ჯერ პროცედურა დავიცვათ და გაგაფრთხილოთ. იმ დოკუმენტს უნდა მოაწეროთ თქვენ ხელი, რომელიც წინდევს, თქვენ ამ დოკუმენტს სამდივნოსთან ერთად გაეცანით. გაფრთხილება გულისხმობს იმას, რომ განზრახ ცრუახს და განმარტების მოცემა კომისიისთვის ან და კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამ გაფრთხილებას ყველას წინაშე ვაკეთებთ და არც თქვენ ხართ გამონაკლისი და ის რომ მე გაგაფრთხილეთ და თქვენ ეს მოისმინეთ, ამის დასტურად გთხოვთ დოკუმენტს ხელი მოაწეროთ და შემდეგ დაგისვამთ ორიოდ კითხვას და ძალიან მალე გაგათავისუფლებთ, რომ თქვენ შეძლოთ სამსახურში წასვლა. მოაწერეთ ხელი თუ შეიძლება, თუ კი გაფრთხილება თქვენთვის გასაგებია. ბატონო ნოდარ, პირველ რიგში, როგორც იმ დროს არაერთი ადამიანი და ბევრი ადამიანი იბრძოდა და ვიბრძოდით სააკაშვილის წინააღმდეგ, მინდა ერთმა რიგითმა თქვენმა თანამებრძოლმა ასე აღმოჩნდა, თორემ ჩვენ 26 მაისს იქ ერთად არ ყოფილვართ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის, რაც თქვენ გასწიეთ უსამართლობის წინააღმდეგ, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ. თუ არ შეწუხდებით, რომ აგვიხსნათ რას ასახავს ეს ფოტო, რატომ ზიხართ ზურგზე ხელებს შეკრული ძირს, რატომ მოგდით სისხლი თავიდან და რას აკეთებდით 26 მაისს რუსთაველის გამზირზე, თუ შეიძლება. კი ბატონო, მოგეხსენებთ. ვიყავით მიტინგზე რა, და სპეციალური წვიმა დაიწყო, თან უნდა დავშლილიყავით, რა წვიმა დაიწყო და აღარ გვაცოდეს დაშლა და შემოვარდეს და დავგვიწყეს ცემატყება. ზოგი გავიქეცით იქეთ, ზოგი აქეთ, მე პირველ საშუალო სკოლის გავიქეცით და დავიჭირეს იქო და ცემეს, იმ ცემა ეს ჯერ სიბნელეც იყო და მე კიდე პირველი თავში მომარტყეს რა. და სისხლი მომდიოდა ეს და მე შემიკვირეს ხელები და გადმოგვიყვანეს, გადმოგვათრიეს ასვაზე. სადაც ეს მანქანების ტრასა ქუჩაში რა და მე იქიდან წავიყვანეს სამმართველოში. არა, ჯერ სამმართველოში, აქ რომელიც თაწმინდის რაიონის პოლიციაში მიგვიყვანეს და იქ გარეთ წვიმაში მაშინ დავყარეს რა. ხელებს შეკრული და ეს. მე იქიდან მოვიდა მანქანები და სამმართველოში წავიყვანეს. სამმართველოში რო შევედი, სისხლით იყო სულ სავსე ესა, თელი კალიდორი და ეს არის. მეც ნაცემი იყო, ჩემზე მეტი ნაცემი სხვებიც იყო რა.
ტელეგრამი იქ ვიყავი და მე დილით გამოგვიშვეს რა. ბატონო როდარ თქვენ აი ამ ფოტოზე რა ადგილას ხართ გადაღებული პირველ საშუალო სკოლასთან ზედ ვიყავი ბუჩქებში დავივალებით თუ დავივალებით მაგრამ მომზდებდა 4-5 კაცი იყო და ფეხით დამიძეს დამაქციეს და დამსხეს რამდენმა კაცმა გირტყათ დაახლოებით იქნებოდა 5 კაცი მაინც იქნებოდა ხელკეტებით გირტყავდნენ ხელებით და მანამდეც კედები სანამ შევკრავდნენ მანამდეც ესა დუბი ეგრეთ წოდა მე ხელები და მე დამაგდეს ხედები მე ვთხარი ხედები მაინც ამიში თქვა კი რამდენი გავწი იმდენი მომიჭირა ის ყინისის იყო რა ქვია პლასმასის ხო და თურკინის იყო სამართლოში შევიყავდი მე და სამართლოში როგორც იქნა გამიხსენეს და ამოვისურვე ცოტა რა ფოტოზე ყველას პლასმასის ხამუთები უკეთია მარტო მე მქონდა იმისი ყინის რა ვიცი შტანგისტი ვეგონე მოჭიდა ვეგონე თუ რა ვეგონე რა ვიცი ყველა ამბობს რომ ყინის ბორცვი გურდანზე შეუკრესი ჩემ გვერდით იყო ის პლასმასის და მე შემიკრესი ის უფრო მაგარი იყო და იმიტომ და შემიკრეს ყინის იმით ზურგს უკან შეგიკრეს ხელი დიახ უკან მქონდა ხელები შეგიკრეს თავზე რა დაზიანება გქონდათ თავზე მე ვიკურნალე ოჯახში ვიკურნალე რო ვიტყოდი იმიტომ რომ მე შენოდა სამე ექიმი და რამე არა შეგეშინდათ და დაცისა ექთანია და მეუღლეს და სახში ვიკურნალობდი ჭრილობა გქონდათ თავზე სულ ისინი აქ ნაცვლარი მქონდა თავზე და სიახლეც მეტყობა ისა რეზინის ისა რა რეზინის ტყვიაც მოგხვდათ თავში დიახ რეზინის ტყვია ეხლაც მეტყობა რა კურნალობაში რა იგულისხმებოდა ალბათ ჭრილობის სპეციალური მასები და ტვინის შეკრებაც ჰქონდა რამდენ ხანს მკურნალობდით 1-2 თვე ვიყავი სახლში 2 თვე იყავით სახლში რამდენი წლის იყავით მაშინ მაშინ ვიყავი 63 წლის ეხლა ვარ 67 წლის გასაგებია რატომ იყავით აქციაზე რა საპროტესტებდით რატომ იყავით და არასორი იყო რა ახლა მე თბილისში არ დამოდებულ ვარ მაგრამ 61 წელი და ცხოვრობ და ყველაფერი მახსოვს რა ქალაქში გამოხედავდი ყველას თავისუფალი ჰქონდა ყველა კარგად ვიყავით მაგრამ მე აურიეს რა დაურიეს დაიჭირეს ხალხი ზოგი ცემე ზოგი მოკლეს ზოგი ისა და ამას აპროტესტებდით დიახ გასაგებია კითხვები თუ გაქვთ ბატონი სოზარი ბატონი თენგიზი ბატონი გურამი ბატონი ილია გესალმებით თქვენ რომელიმე პარტიის წევრი იყავით უბრალოდ როგორც მოქალაქე მეხვედრით პარტიის წევრი არ ვიყავი ეხლა ვარ პარტიის წევრი და დამფუძნებელი მაშინ არ ვიყავი ეხლა ვისი ქართული ოცნების დემოკრატიული საკუთრება კი ბატონო და მაშინ ესე იგი როგორც მოქალაქე მიხვედით როგორც მოქალაქე ჩვეულებრივ სხვა დღეებში სტადიოდით თუ იმ დღეს მიხვედით უბრალოდ არა ერთი კვირა ვიყავი ჯერ ვიყავი ტელევიზიასთან ვიყავი ვიდექით მე რო წამოვიდნენ ხალხი წამოვედით მე გადმოვედით პარლამენტის წინ და პირველ საშუალო სკოლის წინ გავაჩერე მანქანა და მანქანაში მე კი არა ბევრი ვისვენებდით რა და მე ეს მანქანა ეს არეულობა რომ მოხდა ეს მანქანა აუთრებია წევი და ზევით ეკდო საკაც ანახამე და შემოდიშვილო და მომიყონა გასაგები მე მქონდა სკოლასთან მეყიდა მანქანა ვისვენებდით რა ხალხი მორიგაობით რა კი ბატონო და პოლიციის სამმართველოში თქვენი ცემა გაგრძელდა თუ იქ აღარ და სხვებს აქ რომ ცემეს ამისინერი არ ვსები მაგრამ ხედები მქონდა შეკრული რა დილამდე არა სამმართველოში მე ჩამოიარა და ვიღაცა გამოვიარა მე ვთხარი მამაშურო თქვა რომ გამიხსენით და ერთმა თქვა არა მაქვს გასაღებია და მე მეორე ვუთხრა რომ სოდი ვარ სამქმნის კაცია გაუხსნა თუ რა გაიქცევა თუ რა და კი ბატონო გაიმართლა და მე ვიკითხე სად არის ესა რომ პირი და ეს
სარგი არ იყო არაფერი, მაგრამ ერთი მეორეს ველაპარაკობ და სესხლიანები ხარ და თხოვე მე ვიღაცას რომ სად არის რომ დავიბოდოთ პირი და ისეთ. და თელი ოჯახი მეზებდა ღამე, რომ მოხდეს ამბო. ზოგი რუსთავაზე მეზებდა, ზოგი სამართლოში, ზოგი რა ვიცი. გადავჭით რა. მე კი არა თელ საქართველოს გადარჩა. თქვენ თქვით დაფუძნებელი ვარ 2000 რომელ წელს დაფუძნდა ქართული ოცნება გახსოვთ? 2012 წელს. ანუ პირველივე დღეებიდან შევერთდით მერე უკვე ამ მოძრაობას. მობილური ჯგუფში ვიყავი და ყველგან დავდივარ. იბრძოდით ბოლომდე 1 ოქტომბერს. აჭარაში დაწვიყავი. ბოლო გამარჯვებამდე გიბრძოლიათ. კი ბატონო, მადლობა ამისთვის. ბატონი თენგიზი. მოგესალმებით. ეხლა მინდა კითხოთ ამ არალეტალურ ეგრეთ წოდებულ რეზინის ტყვეებთან დაკავშირებით. რა დროს დაგიშინეს თქვენ ეს ტყვეები? ერთი წამით ჩამოვაყალიბებ და მე ერთიანად მიპასუხეთ. იმ დროს პოლიციისთვის რამე საფრთხეს წარმოადგენენ მომიტინგეები და მათ მოგიგერიეს თუ რატომ გააკეთეს ეს? რა ხასიათი ქონდა თქვენს ქმედებას ისეთი, რომ პოლიციამ ჩათვალა, რომ ეს არალეტალური იარაღი უნდა გამოეყენებინა? 12 წელი და დაახლოებით ალბათ 15 წუთში რო არ მოვიტყვილო რა. ხო და ხალხს ისე დაცუდოდა დაშლებოდა წვიმა წამოვიდა ძალიან მაგარი წვიმა იყო და ყველა პალატკები მივიჩქოდა დაჭერი და იმ პალატკებში ვიყავ ცხენს გოჭირა რა ესა რო არ დავსოლები უკეთეს და ამ დროს უცებ ერთ ხრიდან რო წამოსულიყვენ გავიქცეოდი კრუგი გააკეთეს რა და მოგვანწყვიენ შეგრიდა ეს ზოგი გაიქცა ზოგი ხეზე ავიდა ზოგი ჯიხურზე ავიდა ვითომ მოკლეს თუ რაღაცა მაგი მე გავიგეთ რა მაგრამ 12 საათი და 15 წუთი რო დაიწყეს ეს შეტევა დაახლოებით ტყვიასაც მაშინ ისროდე თუ ვიკებსაც მაშინ უტყამდე ხალხ და მისდებდნენ და ანუ უშუალო კონტაქტი თქვენ პოლიციასთან არ ქონდათ დისტანციიდან დაგიწყეს სროლა მაშინ როდესაც არანაირი საფრთხეს მათთვის არ წარმოადგენდა აქეთ ვიდექით რა ქვია პარლამენტის წინ ვიდექით ჩვენ ზუსტად რა პარლამენტის წინ მოგვიდექით 9 აპრილის დაღუპულები რომ ის მათზე ვიდექით ანუ ეს მოგერიება კი არ იყო დაჟა იყო რა მაგასა იყო რა მოგერიება სხვა იყო მოგერიება და გაქცევა მე ვიცი რომ კაც გაიგდები ერთხელ და გაიქცევა რა ვერსაბერ გაიქცეოდი მადლობთ პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის მე რა შეკითხვა მაქვს რომ აი სურათზე ჩანს რომ რამდენიმე ადამიანი აქ 5-6 მაინც ჩანს რომ ხართ ძალიან ვიწრო თან ერთად და ეს რამე სტილი ქონდათ რომ ყველას ერთად ხელბურკილებს ადებდნენ და მე ერთად ქსვავდნენ ერთად გილას თუ ანუ ასეთი იყო თქვენ რამდენიმე ადგილას თუ მე ერთად წაგიყვანეს იმაში სამმართველოში თუ როგორ იყო ერთად ეს ადამიანები ვინც ხართ აქ აქ სურათზე მინიმუმ 6 ადამიანი ჩანხართ ვინც ხართ ერთად დაკავებულები ერთად წაგიყვანეს სამმართველოში სამმართველოში ავტობუსებით გადაგვიყვანეს იქიდან აქედან წაგვიყვანეს ფეხით პოლიციაში თაწმინდის რაიონის პოლიციაში აქ რომარის რა ქუჩა არის დიახ მაგ წაგვიყვანეს ხო და მაგ ფეხით და გზაში მე ცუდად გავხდი და პოლიციელს ვეჭირე ხელში და ვთქვი ცუდად ვარ მაგადრეს იყო სასტუმრო თბილისი და იქ მოაჯირვითა და იქ დავჭიქე ცუდად გავხდი რა ხელ შეკრული თანდაც ნაცემი და მე მომკიდეს ხელი და ხელი წამიყვანეს მადლობა მადლობა ბატონო და მოგზაურობისთვის ამ პერიოდში, როდესაც თქვენ აი თუნდაც იმ მომენტში, როცა ცუდად გახდით, სამედიცინო დახმარება თუ იყო გამოძახებული ან რამე ყურადღება ან გადახვევა თავზე, ესეთი ჭრილობა და სისხლი გაქვთ და რამე ყურადღება სამედიცინო მხრიდან თუ გქონდათ ესეთი. კარგით. თქვენ მარტო ბრძანდებოდით თუ რამე სამეგობრო წრე იყავით ერთად? არა, მე იქ გავიცანე თბილისში, ამის და ყველას ვიცნობდა იქ ზოგი მეგობარის შელი გამოდგა, ზოგი მეგობარი გამოდგა.
ვუშევთ ერთმანეთს მე გაიგზავნეთ ერთმანეთი რა. იქ სამართლოშიც რო გადაგიყვანეს ნაცნობები იყვნენ თუ მარტო ნაცნობები ჩემი მასე არ იყო. ხო. 4-5 ავტობუსით მიგიყვანეს დაახლოებით რა ძალიან ბევრი ხალხი იყო. მაგრამ ნაცნობი ჩემთან არ ყოფილა. მე დილით ნახე მეზობელი იყო, მაგრამ ის არც ნაცნობი იყო არაფერი ერთად ვერ გამომიშვეს. იქ რომ მიგიყვანეს რამე დოკუმენტი თუ შეადგინეს პირადობა თუ დაადგინეს თქვენი ვინაობა ვინ იყავით რა პირადობა და ესე რაც ქონდა ჯიბეში სამოიხეს რა პირადობა მანქანის მართვის მოწმობა და ესე ეს დამაგდეს იქა ჯიბეცარელა იყო დაკარგეთ თუ გამოგართვეს ისე ამდენი კარგა და მაგდენი არ ვიცი აღარ დაგიბრუნეს? არა, არც ტელეფონი, არც არაფერი არა. მარტო გასაღები ხოდა წინა ისა გასაღები ჩამოგიდებული აქეთ კამარზე და ისე ნახეს და დარჩენი. წაგართვეს და დაიტოვეს ტელეფონით, საბუთებით. აიღეს ან დაიკარგა რა ვიცი, მაგდენი ახლა. იმ წუთში ფიქრობდი, ღმერთო გადამარჩინე და დანარჩენზე არაფერზე არ ფიქრობდი. გასაგები. შემდეგი დღეები როგორ განვითარდა, აი როცა გამოგიშვეს დილით ასე დილით მითხეს თავისუფლებ ხართო და ისა და სახში წახვედით? ხო და ზოგი წაიყვანეს მეტროსა და მე ვთქარ მეტრო არ ვიდა სოფელდი ხონში ცხოვრობდა იქვე გადავედი და მეზობელმა გამოიარა და წამიყვანა სახში დავიყვანა. ხომ არ გაგაფრთხილეს, კარგად მოიქეციო, აქციებზე აღარიარო? არ დაგემუქრენ. არც მომდევნო დღეებში არ გაკონტროლებდათ არა. მე არავინ არც გამოდიოდი ორი ჩვენ სახში ვიწექი და ვიყავი და მე კი ბატონო, ბატონი ილია. მადლობა. ამოწურეთ ბატონი. ხომ არ გაქვთ კითხვები? ყველაფერი არის ნათელი, მთავარია რომ ჩვენ თქვენ დაგვეხმარეთ, რომ დაგვედასტურებინა, რომ თქვენ ხართ ის პირი, ვინც გამოხატულია ამ ფოტოზე. ჩვენ ალბათ თუ უსმენთ ჩვენი კომისიის ხდომებს, ნახავდით რომ ამ ფოტოების ავტორები, ფოტოგრაფები, იმიტომ რომ თქვენი ფოტოც მათ შორის მათ გადააგზავნეს უცხოეთში და გავრცელდა საერთაშორისო პრესაში, ამის გამო ისინი მიცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და სრულიად უდანაშაულო ფოტოგრაფები ძალიან მძიმე დღეში ამყოფეს და დღესაც ისინი ფსიქოლოგიური ტრამვის ქვეშ ცხოვრობენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ დავადასტურეთ რომ ეს თქვენ მზადდებით, მოვისმინეთ თქვენი თვალით რა ნახეთ, რა გადაგხდათ თავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული მტკიცებულებაა ჩვენი კომისიის მუშაობისთვის. ბატონი ალუდა დასვამს ბოლო კითხვას და შემდეგ დაგემშვიდობებით. მოგესალმებით და გიდასტურებთ ძალიან დიდ პატივისცემას. იცით რა მაინტერესებს? თქვენ ოჯახი ყავს, ხო? ყავთ. შვილიშვილები ყავთ, ხო? შვილიშვილები ყავს 3. გაიხარეთ, თქვენ გაიხარეთ. აი თქვენს შვილთა შვილებს, თქვენ შვილიშვილებს, ნუ თქვენი შვილები დიდები იქნებოდნენ ამ დროს და ამას არ ჭირდება, მაგრამ აი როდესაც თქვენი შვილები, პროფესორი თქვენი შვილიშვილები და ეს შვილთა შვილები ძალიან მაგარი თაობა, რომელიც გადაიბარებს შემდეგ უკვე ამ ქვეყნის მართვა გამგეობას, რას გეუბნებიან, აი რას გეკითხებიან, ან თქვენ ძალიან საინტერესო არის, რას ეუბნებით, აი როდესაც აი ამ ფოტოსურათს უყურებენ, რომ მათი დიდი პაპა, დიდი ასე ვთქვათ, საქმის კეთებელი კაცი, მათი პაპა, აი შვილიშვილები და შვილთა შვილები, როცა აი ამ ფოტოს უყურებენ, მათთვის საყვარელი ადამიანის, იმიტომ რომ ხო იცით რომ პაპა მე მოხევე ვარ და აქ ჩვენთან პაპა არის და ისე სამართლებრივადაც პაპობები არის. კი ბატონო, მათი ბაბუა, აი რო უყურებენ აი ამ ფოტოს და ეს ოქროს ადამიანები, თქვენი შვილიშვილები და შვილთა შვილები. შვილები იმაშოვა მეტი ბოდიში საზოგადოებასთან იგინება. ვინცემაო, ხო, ვინცემაო. ჩვენი ოქროს
ბაბუა ვინც ემაო ხო? არიან და მიქცემა მანახევრა. ერთი არაცდეთ. აი თქვენი შვილთაშვილი იგინება ხო? შვილთაშვილი დია. ერთი არაცდეთ აი იმ ადრესატებს ვინც თქვენ ხელი დაგა. კი ბატონო. შემეს იმ ღამეს მე სანამდე სახში მივდოდი. ჩემ ბიჭ ამერიკიდან დაურეკეს რომ ეს ნოდარების ძია დასესხლიანებული არის იქაო. გამოვიდგინეთ. უცებ ამერიკიდან დარეკეს და მე სანამდე სახში მივდოდი. იცოდე. თქვენ რას ეუბნებით ხოლმე? აი რატო ვარო ამ დღეშიო? აი რას ეუბნები და ნაცები არ ახსენოთ არსად. თუ გეგებ ნაცია ამ ყოფილი არ გეგაროთ ხოლმე. ხო, აი იცით რა არის ჩვენ ახლა გვეღიმება და პრინციპში ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ბოროტებას ყოველთვის სიყვარული და სიკეთე, კაცობა და ადამიანობა ყოველთვის ძლებს და პრინციპში ეს ლოგიკური არის და სამართლიანიც არის რომ ჩვენ დღეს გვეღიმება. დიახ, ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ არ შეიძლება სხვაგვარად კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს ბოროტებას სიკეთეზე არ გამომარჯვია. არაკაცობას კაცობაზე არასოდეს არ გამომარჯვია და ამიტომ გვეღიმება და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ რისთვისაც აი ამ დღეში ჩაგაგდეს იმ არაკაცებმა თქვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და კიდევ უფრო მეტად შვილთაშვილებისთვის იქნება უკეთესი მომავლისთვის და ყველაზე მთავარია ეს არის ნიშანდობლივი რომ არასოდეს ბოროტება არ უნდა დავაბრუნოთ და არამც თუ ფესვებში უნდა დაუწყოთ ბრძოლა. გაგვექცა სიმართლე რომ გითხრათ ჩვენ თავის დროზე, როდესაც აი თქვენ ბრძანებდით ახლა ბოდიშვილი რომ დაგვიანებით შემოვედი და ის მომენტი დავიჭირეთ თქვენ როდესაც ბრძანებდით რომ თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა და შემდეგ აუღრიესო თქვენ ასეთი ფრაზა იხმარეთ და გამოიყენეთ ხო და აი სადაც აუღრიეს მაშინ იყო ეს ამბავი რომ სადღაცას მოდი ექნება იმას აქნას რა ქვია სანამ დაუკრეფავში არ გადავიდნენ უკვე და აი ამას თბობაში არ მიეცნენ ეს ადამიანები სამწუხარო არის რომ იმ ფესვებშივე არ ჩავჭერით მათი ისა რა ქვია გაქანება და ძალიან დიდი მადლობა და აი დარწმუნებული ვარ რომ თქვენის მომავალი თაობა თქვენი შვილიშვილები, შვილთაშვილები, როდესაც აი ამას შეხედავენ მრავალი წლის შემდეგაც ყოველთვის დარწმუნებული ვარ თავიანთ სამეგობროში უკვე დიდები იტყვიან რომ აი ასეთი ბოროტებაც იყო ჩვენს ქვეყანაში რაოდენიც სამწუხარო არ უნდა იყოს მაგრამ ისინიც იტყვიან დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ აი ეს ბოროტება არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ქვეყნის და მოსახლეობის სიახლოვეს არასოდეს აი ამ რისკის დაშვება არ შეიძლება თორემ ის რომ ესენი ვერასოდეს აი ამ სიბოროტეს ანუ ვერასოდეს ვერ მივლენ და აი ამ ბერკეტს ხელში ვერ ჩაიგდებენ ქართველი ხალხისგან ეს გამორიცხულია და ეს ნათელია მაგრამ რისკიც არ უნდა დაუშვათ დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა ბატონო ნოტარ ნახვამდის მადლობა მომბრძანებისთვის მადლობა ნახვამდის გაგაცილებენ ჩვენ გამოვაცხადებთ ახლა 5 წუთიან ტექნიკურ შესვენებას, ვინაიდან სანამ ბატონი ვიქტორ ჯაფარიძე დეპუტატი შემოგბრძანდება, მე ვფიქრობ, რომ ვიდეოა დასაყენებელი ეკრანზე და ამას გარკვეული წუთები სჭირდება. გთხოვთ გამოვრთოთ 5 წუთით პირდაპირ ეთერი და განვაახლებთ სხდომას.